მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ მუშაობს ასტროთერაპია? აი ამაზე მინდა მოგიყვეთ საინტერესო გამოცდილება. რამოდენიმე ადამიანისგან ავიღენებართვა, რომ მომეყოლა თქვენთვის ეს кейსები, რომ უფრო ნათელი გახდეს, რაზე ვლაპარაკობ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ჩემ სკოლაშიც იყვნენ კურსზე, მაგალითად, გაიარეს ასტროფსიქოლოგიის კურსი, ვისაც ახლა ვყვები ამ ადამიანებზე. დადიოდნენ რამოდენიმე ტრენინგზე და იყვნენ ნამყოფები რამდენიმე ტრენინგზე, ჩემ ტრენინგებზე და აი მაინც ერთი-ორი თერაპია იყო ჩვენი შეხვედრის ყველაზე ისეთი გარდამტეხი, სადაც აი სულ რომ მეუბნებიან ხოლმე იგივე სიტყვები განმეორდა, რომ აი ხა მივხვდი, რასაც ამბობ ვიდეოებში ამდენი წელიო. და აი უშუალოდ სანამ არ შეეხებიან თვითონ შიგნით, სანამ არ გააცნობიერებენ, სანამ აი ამ ტრანსფორმაციაში თვითონ არ გავლენ, ინფორმაციულ დონეზე შეიძლება ბევრი რაღაც გავიკოთ, მაგრამ სხეულმაც რომ ეს გაიგოს და სხეულიც რომ აყვეს ამ ინფორმაციას და შეგრძნების დონეზე ვიცხოვროთ, ეს სხვა და სხვა არის. და აი თვითონაც მითხრეს, რომ აი გამოიყენეო ჩვენი ინფორმაცია, რომ კიდევ რომ მიხვდნენ და სხვები რაზე არის აქ საუბარიო. და რაში გვეხმარება ხოლმე ასტროფსიქოლოგია, ის ზუსტად იმ ენერგიების დანახვაში, რომელიც ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური შეიარაღებით, სხვადასხვა ცოდნებით შეიძლება არ ჩანდეს ბოლომდე და ვერ მივდივართ იქამდე. ანუ იმ ადამიანებისთვის, რომელსაც აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო ღრმად ჩავიდნენ თავიანთ შინაგან, მოდით ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ ტრაუმებში, სამდვილში, ამას ვეძახით კარმულ ასტროლოგიაში, კარმულ ტრაუმებს. აი იმათთვის შეიძლება არ იყოს ხოლმე საკმარისი, როგორც ჩემთვის არ იყო მაგალითად ფსიქოლოგია მხოლოდ საკმარისი და კიდევ უფრო სიღრმეებში მივდიოდი. აი მათთვისაც მინდა ეს ვიდეო ჩავწერო და აი ერთი ძალიან კარგი გოგო არის, ეხლა წინაზე გქონდა ჩართვა და ავხსნი მისი რუკის კომბინაციებს და როგორ წავიდა თერაპიული პროცესი. ეს მინდა აგიხსნათ, ოღონდ წლების განმავლობაში ყოველ დღე მე ამასთან მაქვს შეხება სულ და ძალიან ბევრი ინფორმაცია დამიგროვდა იმ კუთხით, რომ რაღაც ნაწილს აუცილებლად წიგნში ავწერ და რაღაც ნაწილი უკვე დაწერილი მაქვს და ამაზე ვსაუბრობ, როგორც ინსტრუქცია თანამედროვე ასტროლოგიისთვის, ესე რომ ვთქვათ, თერაპიული პროცესისთვის და აი ეს მინდა ახლა შემოგთავაზოთ, რომ ავხსნათ. ესე იგი, როგორ რაღაც არის იცით, ჩემ გამოცდილებაში, რასაც უყურებ ხოლმე, ორ ეტაპად ხსნით ხოლმე, ერთი ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ასტროლოგია, რომელსაც მასაც სულ ხედავ, მაგალითად, ბავშვობის ტრაუმები ბჭყალებში ვეძახით, ოღონდ ეს არის ფონი ზოგადი და არაუშუალოდ რაღაცა ცუდი მოხდა ერთჯერად. ფონი ეგრეგორულ დონეზე, ოჯახის ენერგეტიკაში რა არისო ის ენერგია ათვისებული, რომელიც თამულობით ამ ეგრეგორში მე უნდა გადამეცა. მაგალითად, სწორი მიდგომა, ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიაში ის, რომ რა არის სწორი, რა არის არასწორი, მაგრამ არის სამყაროს კანონებში რაღაცა, რაც ჩვენ ქვეცნობიერთან მიდის ჰარმონიულად და რაც არის, სხვებისთვისაც მავნებელი შეიძლება იყოს, ან ჩემი თავისთვის, ხო? ან არაცნობიერში იქ სწორი ღერძი ყოველთვის არის და იმას ოდნავ თუ გადავწდებით, იქ ყოველთვის რაღაც სიგნალები ირთვება. ყოველ შემთხვევაში, როდესაც აი კარმულ ასპექტებზე ვლაპარაკობ, ხშირად შემოდის ზუსტად ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი ბავშვობაში, რა ენერგია დაგვაკლდა ძალიან დიდი დოზით. ან ამას ძალიან ვერ ვაცნობიერებთ, ან ვაცნობიერებთ, ოღონდ ნაწილობრივ, მაგრამ ღრმად მთლად ვერ ვუყურებთ. კარმული ასტროლოგია ამას ეძახის, რომ ეს არის ძალიან ბევრი ცხოვრების ტრამვა, არა მარტო ერთი ინკარნაციის. ეს არის სადღაც ჩვენი ნათელი ენერგიის ჩრდილოვანი მხარე, ეს ტრაუმები, ხო, სიამდვილეში. ამაზე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი სელენა ლილიტის ღერძზე, როცა ვლაპარაკობ, მაგრამ კიდევ უფრო კარგად რომ გაიგოთ, ახლა მაგალითად შემოგთავაზებთ აი ამ ანალიზს, ასტროლოგიურ ანალიზს და ენერგეტიკულ თერაპიულ პრაქტიკას. ესე იგი, ამ გოგოს, ვინც იყო ჩემთან მოსული, ქონდა ესეთი შინაგანი, სადღაც აი შინაგანი კითხვა, რომ აი რაღაც არის ისეთი, რაც ძალიან მაწუხებს, ძალიან მაშინებს და ვერ ხსნი რა. მაგრამ შიგნით მაქვს რაღაცა მძიმე ემოცია, მძიმე ენერგია, ცხოვრებაში არაფერი ისეთი არ გადახდომია, მაგრამ უყურებ რუკაში და ძალიან საინტერესო კომბინაციები აქვს. ანუ ძალიან ბევრი კუთხით ქონდა საინტერესო კომბინაციები, ახლა ჩვენ ცელ საუბარს არ ახსნით, კიდევ სხვა პრობლემები იყო, მაგრამ აი ამ ნაწილს
საინტერესო ნაწილს შემოგთავაზებთ. გვაქვს ასტროლოგიაში ესეთი დაღმავალი კარმული კვანძი, რომელიც კარმულ ასტროლოგიაში ვამბობთ როგორც წინა ცხოვრების რაღაც ემოცია, რაღაც პრობლემა, რომელიც არის გაჭედილი ჩვენ არაცნობიერში, ეს რაღაცას ვეცახებთ. და საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანს მორელში ყავს დაღმავალი კარმული კვანძი და მარსი პლუტონის შეერთება აქვს თან ამ დაღმავალ კვანძთან ერთად. ანუ ეს ისტორია ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაცა ვთქვათ, ეხლა მე არ ვიცი, მაგალითად ადამიანს ვუყურებ რუკას და ეხლა ძალიან საყარელი გოგოა, ლამაზი გოგოა, ჭკვიანია, არაფერი არ აქვს რა, მაგრამ რუკაში ვხედავ, რომ პლუტონი მარსი შეერთება, ეს ოკეი, გასაგებია ენერგეტიკულად თან მორელში, რომ შინაგანა ძალიან ღრმა ესეთი ძლიერი იმპულსი აქვს, მაგრამ დაღმავალი კარმული კვანძი უკვე მეუბნება მე, რომ რაღაცა მოხდა წარსულ ცხოვრებაში, ძალიან დიდი დრამა. ან უბედური შემთხვევა, ან უფრო სისასტიკე ან აგრესია, იმიტომ რომ იქ მარსი არის ჩართული. პლუტონი ჩვენთან აჩვენებს ზემოქმედებას, ენერგეტიკულ ზემოქმედებას, მაგრამ თუ კონტექსტში გავიგებთ, უკვე ჩანს, რომ ადამიანს აქვს განცდა, რომ რაღაც მოქმედება, ანუ თითქოს მე მინდა ენერგია დავხარჯო რაღაცაში, თვითგადარჩენა არის, სექსუალური ენერგიაც არის მარსი და პლუტონი ერთად მაგალითად, ან რაღაც ძლიერი ვიბრაცია, მაგრამ დაღმავალი თითქოს მაცლებს ვერ ვახდენ ამის რეალიზებას. მარტივად რო ვთქვა, შეიძლება მქონდეს დაუცველობის კომპლექსი შინაგანად, ან ენერგიის კარგვის კომპლექსი სადღაც. ახლა მე ვფანტაზირებ იმ კუთხით, რომ მე ვხსნი ჩემ თავში, ხო, რა ხდება ახლა ამ კომბინაციაში. ისესაც შეიძლება საინტერესო იყოს ეს. და აქ უკვე გვაჩვენებს, რომ მძიმე შეკუმშული ბრაზი იყო გაჩერებული. რომელიღაც ინკარნაციაში, ან ბევრი ცხოვრება, სადაც ეს ენერგია იყო ბრაზის, სექსუალურობის, მიჯაჭვულობის, იმიტომ რომ პლუტონი ჩვენთან უკვე მიჯაჭვულობა არის, ამის ენერგია არის გაჭედილი, ხო, დაღმავალი კვანძი მორიელში და თითქოს ადამიანს რაღაცა სულ აბრუნებს დაღმავალი კვანძი. ისე მუშას სულ აბრუნებს ამ რაღაცა გაჭედილ ემოციაში, ხო? შავი მთვარე ყავს აქ კუროში, პირველ მე-12 სახლების ღურბლზე და გასაგები არის, რომ მე-12 სახლი ეს არის მსხვერპლის ენერგია. ეს არის სადღაც მე ვერაფერზე ვერ ვახდენდი ზემოქმედებას. რწმენა შემერყა, რწმენა დავკარგე, ან ძალიან მარტო დავრჩი სადღაც და პირველი სახლი ლილიტი ხშირად არის ხოლმე რომ მე ჩემ თავთან ვერ ვარ მთლიანობაში, ან ჩემ თავს ვნებ რაღაცით, ხო? როდესაც არის შავი მთვარე კუროში, ახლა მე ამ კონტექსტში ვხსნი ამ შავ მთვარეს, იქ დაღმავალ მორიელთან მაგალითად და ამ ადამიანის შემთხვევაში, ხო? კურო ეს არის რესურსები. ეს არის სხეული, მეგობრებო და ძალიან ბევრ თერაპიაზე, ვინც ჩემთან მოდიოდნენ, შავი მთვარესაც კუროში ყავდათ და ის არ იყო რა თქმა უნდა აგრესიული კურო, ხო, რომელიც პირიქით სხვის რესურსებს ისიტავს, ჩემთან მოდიან ხოლმე უფრო პირიქით. პასიური ლიტის მქონეები და ხშირად არის ერთი და იგივე, მე რაც მქონდა ყველაფერი მივეცი ადამიანებს. და ზოგს უთქვამს საკუთარი სხეულით გადავიხადე, საკუთარი სხეულის რესურსებით იქნებოდა ეს დავიავადე ჯანმრთელობა, რომ იმისთვის გადამეხადა რაღაცის აფასური, ხშირად მეუბნებიან. ან მე არაფერი მეტი არ მქონდა და ჩემი სხეულის ნაწილები ამ გოგოს შემთხვევაში ეს იყო, ჩემი სხეულის ნაწილები ჩავდე. ესეთი განცდა მაქვს, რომ ჩემი სხეული ჩავდე ამ ადამიანებში და მქონდა ამ ადამიანს ესეთი ძალიან განცდა, დიდი დარდი, რომ ვიღაცებს სიყვარულის, ემოციის, ზრუნვის რესურსები ჩავდე, თითქოს როგორც კარმულად წინა ცხოვრებებში და აბსოლუტურად ვერაფერი ვერ დავიბრუნე უკან. ანუ ადამიანებმა თითქოს მიღალატეს, სიტყვები თვითონ უფრო მორიელთან არის ხოლმე კავშირში. ან მიღალატეს, ან მიჯაჭვულობა მქონდა ძალიან ძლიერი, რესურსები ჩადებული და მე მე-12 სახლური განცდები წავიდა. და პირველ სახლური აქ უფრო ის არის, რომ ჩემი სხეულის ენერგია მივეცი მათ და სადღაც მე დავკარგე ჩემ მესთან კონტაქტი, ხო? ანუ მე ავითქვიფე სხვა ადამიანებში. ეს უკვე ლაიტმოტივად მოდიოდა ამ სიტუაციაში. ხო, ეს როგორ ხდება, იცით, რომ
რა თქმა უნდა, რუკას უყურებთ და იქ უკვე სწორ კითხვებს ვსვამთ. ეგრევე დავიწყე, რადგანაც დაღმავალი კარმული კვანძი მორიელში ყავს პლუტონის შეერთებაში. ამ ადამიანს უკვე ენერგეტიკასთან აქვს ძალიან კარგი შემხებლობა. ეგრევე დავიწყეთ ენერგეტიკული პრაქტიკით. ენერგეტიკული პრაქტიკა რას მოიცავს ახლა? წავიყვანეთ პირდაპირ აი ჩაკეტილობის შიში. შევედით ამ ჩაკეტილობაში და წარმოსახვით თერაპიაში და ხედავს ესეთ რაღაცას, რომ სადღაც მარხავენ. სადღაც ცოცხლად მარხავენ, სჯიან რაღაცის გამო და მე ვხედავ აქ, რომ პირველი სახლი არის შავი მთვარე, სადღაც და მე-12 სახლი, ხო, ორივე ერთად მუშაობს და რაღაცა მსხვერპლის როლი არის. ოღონდ ეხლა აქ არის ძალიან საინტერესო კონტექსტი. და ეს როგორ არის, იცით, მე ესეთი ტექნიკა მაქვს, როცა ესე თერაპიულ პროცესში ვარ. 1-2-3 ნაბიჯით წინ უნდა უსწრებდე მოვლენებს, ანუ ვიცი უკვე წინასწარ ეს ადამიანი სად გავა, რუკიდან გამომდინარე, უკვე სიტყვებიც ვიცი რას გამოიყენებს ხოლმე და მე უკვე შემიძლია ესე დავგეგმოთ ჩვენ ეს თერაპიული პროცესი, რომ უფრო დავეხმაროთ ხო ადამიანს, რომ უფრო სწორად ჩაწოდეს ამ ყველაფერს და იყო ესეც საინტერესო რამ, რომ ამ ადამიანს ყავს სელენა მშვილდოსანში და სატურნთან შეერთებაში. მეორე ადამიანი ზუსტად იგივე სელენათი, მეორე кейსაც ზუსტად გავს საღვწერ შემდგომ და სელენა მშვილდოსანი კიდე ოკეი, ეს არის რაღაცა ღირებულებების რწმენა, ფართოხედვა, ზედასურათიდან უყურებ ყველაფერს და კანონების მჯერა, იქნება სამყაროს კანონები ან სამართლიანობა სამყაროსი, მაგრამ სატურნთან რო იყო შეერთება, აქ უკვე მივხვდი, რომ ადამიანმა ვიღაცებზე პასუხისგებლობა იტვირთა. ანუ უკვე რომ მიყვება ადამიანი ლილიტის ტრამვას, უკვე ვიცი, რომ სელენას გამო აიკიდა ეს ტრამვა. ანუ სადღაც რო აი ამ მსხვერპლის როლში შედის და აი ვიღაცის გამო სიტყვა თქვა და უკვე ხვდები, რომ იქ სატურნის სელენას შეერთება არის, რაღაცა ტვირთი აქვს აღებული, პასუხისგებლობა და აქ უკვე მე-12 სახლი მსხვერპლი ვარ რაღაცა სიტუაციის და უკვე უყურებ ამას და უკვე თვითონაც ამბობს ადამიანი, რომ მე ზედმეტად პასუხისგებლობა ავიღე სხვებზე, მე მინდოდა ვიღაცები გადამერჩინა. და რო ვკითხეთ მე, ახლა აქ არის სუფთა ენერგია, სელენას ენერგია არის. აქ არ უნდა იყოს ის, რომ აი საერთოდ არ ეკუთვნოდა და ავიღე თავს. მქონდა ეს განცდა, რომ სწორი იყო ის, რაც გააკეთა, მაგრამ საკუთარი სხეულით გადაიხადა. ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ სელენათი ვიწყებთ და აი ლილითზე როცა ვამბობთ, ეს არის ჩვენი პირადი ტრამვა, რაღაცას ვაკეთებ დიდი იდეალებისთვის, მაგრამ მე სადღაც აქედან შეიძლება ყველაფერი ვერ მივიღო. ანუ კეთილდღეობაზე სელენა არ არის პასუხისმგებელი, ხო? აქ უფრო სულიერ მარადიულ რაღაც ღვთიურ ენერგიასთან კონტაქტზე არის, მაგრამ მიწიერი სარგებელი ეს უკვე ლილიტის თემა არის და მან ზუსტად ეგ არის ლილიტის ტრამვა, რომ აი ეს მიწიერი სარგებელი, რასაც მე რის გამოც ვაკეთებდი რაღაცნაირად ხო რა ნახთავს ვემსახურები და რატო ვისჯები. აი ესევ და არის ლილიტის ზონა უკვე და მათ ხდება უკვე მეტგაცრუება, მათ ხდება რაღაცნაირად შიში ძალიან ძლიერი, რომელიც სხეულში იჭედება. და ყველაზე საინტერესო რა იყო იცით, რომ შევხვდით აი ამ გაჭედილ ადამიანს შეხვდა ამ ენერგიას, სიყვარულიც გაუგზავნეთ, იქ ახსნაც გაუგზავნეთ, რომ ეს ენერგია რაც მან გააკეთა, უბრალოდ შედეგი არის, მაგრამ აი ეს გავიდა, სადღაც უკვე წარსული გახდა. ეხლა ძალიან მარტივად გიყვებით, მაგრამ ამ ენერგიასთან შეხება რომ მოხდა და ყველაზე მთავარი გამოტირება მოხდა, იმიტომ რომ როდესაც არ არის ეს კარმული რაღაც შიში გამოსყიდული, აი გამოტირებული, ხო, ის ისევ ხელში რჩება. როგორც კი ამ პროცესზე ვიმუშავეთ, რომ აი აქ შიგნით მოხდა ეს რაღაცა ამ ენერგიასთან შესვლა, ძალიან საინტერესო პროცესი წავიდა, რომ ქონდა ამ ადამიანს სადღაც ურთიერთობები, რომელიც ზუსტად აი ამ სივრცეში შემოდიოდა, როდესაც აი თვითონვე თქვა, რომ აი იყო მიტოვებები მეგობრებისგან, გარემოსგან, აი იმ წერტილში, როდესაც თურმე უახლებდა წინა კარმის ემოციას. მაგალითისთვის რო გითხრათ, მე ნახა ამ ადამიანმა თავის თავი, აი მიყვებით პროცესს, ეს ერთი მოხდა ამ ენერგიასთან შეხება, გამოშვება ამ ენერგიის.
შემდგომ თვითონ მეთქვა, რომ აი მოდის ეს დაღმავალ მორიელებთან ძალიან მარტივი არის, ამიტომ მუშაობა, რომ აი პირდაპირ აქვთ ამ ენერგიებთან ძალიან მარტივად კონტაქტი და იმიტომ რომ ეს გამოვლილი არის უკვე ეს ენერგია და შემდგომ იყო ესეთი, რომ თვითონ ამბობს, რომ მე სადღაც აი ჯარისკაცი ვარ, სამხედრო და ეს დაღმავალი მორიელები ხშირად ომში იყვნენ, იბრძოდნენ, მაღალი ღირებულებები, მორალი და ამ შემდეგ. ანუ ის უშიშრობა და ის ამტანობა და გამძლეობა კარმულად გამოვლილი აქვს ესე ვიძახით. და ნუ ხედავს, რომ სადღაც კვდება და მისი თანამებრძოლი, ნუ რაღაცნაირად არ რეაგირებს, არ დაეხმარა ბოლომდე რომ გადაერჩინა თითქოს და ხედავს ეს გოგო, რომ აქვს ძალიან დიდი დარდი, რომ მე აქ ჩავდე მთელი ჩემი ენერგია ამ ადამიანს გვერდში დაუდექი, ჯერ გადავარჩინე, სული მივეცი და იქიდან ვერაფერი ვერ მოვიდა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ გოგოს ჰქონდა ესეთი პრობლემა ზუსტად, რომ მოდიოდნენ ადამიანები და ის ზუსტად ამ ემოციაში ტოვებდნენ, სიცარიელის, რესურსულად სიცარიელის ემოციაში, რომ აი მე ყველაფერს ვაძლევ და ზუსტად მაგ დროს მიდიან, როცა უკანა მივიღო. და უცებ ნუ დავიწყეთ აქაც თერაპიული პროცესი და რადგანაც კურო არის აქ შემვითარე, ნუ ხედავ, რომ ენერგია გაედინება დიდი დოზით მისგან, ოღონდ უკან ვერ იღებს. და ზოგი საერთოდ გრამს არ აგზავნის ენერგიას არსად, იმიტომ რომ ეშინია ისევ არ დაცარიელდეს. ისევ არ მოხდეს რესურსული აი მთლიანად განიარაღება, ხო? და სხვათა შორის ამ შემთხვევაში, რადგანაც თან დაღმავალი მორიელი იყო ეს გოგო, არის აქ არ იყო მთლად აი ესეთი კუროს ლილიტის, აი როცა ვამბობთ ფინანსურ ან სიტყვებაზე მიჯაჭვულობა. ზოგჯერ არის უბრალოდ როგორც ენერგია, რესურსი, ხო, შინაგანი, რომ აი ჩემი მთელი ენერგია მიდის ამ ყველაფერზე, ხო? და ეხლა არიან ახლა ესეთი ლილიტი კუროები, სადაც საერთოდ ჩაკეტილი არის ქალური ვენერას ენერგია, ხო? ეხლა ზოგიერთ შემოხვედრია, რომელიც ენერგიას საერთოდ არ უშვებს. აი ბოლომდე რომ იკავებენ ენერგიას, აქაც იგივე შიში, რომ ერთხელ რომ გაუშვი, ყველაფერი დავკარგე და მე მეორე პოლუსზე ვჩდები. და ამ გოგოს ჰქონდა ესე ძალიან საინტერესო თემა, რომ მოდი ეხლა მეთქი, გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ შეგრძნებების დონეზე რა ენერგიები ჩვენ გაუშვი სადმე, ვისაც თანაც გაუშვი, ეს არ არის დაკარგული რეალურად, იმიტომ რომ შენ იყო გაცემა და ვიღაცამ რო არ დაგიბრუნა, ეს უკვე მისი პასუხისგებლობა არის. ეს არის უკვე მისი ჭყალებში კუროს დაზიანება, ხო, რომ მე სადღაც ვალში ვარ ემოციასთან, ხო, სადღაც და შენ არ ხარ ვალში მეთქი რამე რო იყოს და დავიწყეთ ემოციურ ენერგეტიკულ დონეზე, აი წარმოედგინე ბაიცაფით, ასე როგორ აბრუნებ ყველა შენ გაშვებულ ემოციას, იმიტომ რომ ეს შენია. ანუ შენ თუ გაქვს ამხელა უნარი, ამხელა ემოციები, ამხელა სიყვარული გასცე, ესე იგი შენ სავსე ხარ აი ამ სიყვარულის და ამ რესურსებით. და კი არ დაცარიელდი, პირიქით, ეს არის პირდაპირ ჩვენება, რომ შენ გააქვს ძალიან დიდი რესურსები და ნელა მოხდა ამ მთლიანად ენერგიის შემოკრება, ნუ ადამიანი მე გრძნობდა უსაზღროდ დიდ ენერგიას, აი შემოვიდა იმხელა რესურსულობა, თვითონაც ამბობდა ამას პროცესში, აი ფინანსური რესურსიც იგრძნობოდა, სიყვარულის რესურსიც, აი ყველანაირი რესურსი, ქალურ არქეტიპს გრძნობდა, აი ქალური ის რო გვაქვს ჩვენ მაგალითად სხვადასხვა ესეთ ყველაზე ბარაქიანი კი არა, ყველაზე სრულყოფილი დედამიწასთან ენერგეტიკულად კავშირში ყოფილი ქალური არქეტიპები, აი ამ ენერგიას გრძნობს და საინტერესო რა იყო იცით, რომ იმ ადამიანებზე ეხლა ამ ცხოვრებაში, ვისაც ჰქონდა გულის წყვეტა, მაგალითად ჯერ ის დაინახა, რომ პარაზიტობდნენ ეს ადამიანები ზუსტად ამის ენერგიით, ანუ იმ მომენტში, როცა ისინი მიდიოდნენ, აი ეს რო ზუსტად გრძნობდა სიცარიელეს, თითქოს აი ის იუტრიგერებდა კარმულ პრობლემას, რომელიც სულ ბევრ ცხოვრებებში ჰქონდა და ამ მომენტში თითქოს ის კარგავდა ყველაზე მეტად ენერგიას და ეს ადამიანები თითქოს აი მას ჰქონდა ისიც შეგრძნება და ჩვენთანაც ეზოთერიკაში ესე არის. ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც ვიზიდავთ უფრო ვამპირულ ტიპაჟებს, რომელიც ჩვენი აი ამ ემოციით იკვებებიან, აი ზოგჯერ არის მაგალითად სასიყვარულო სფეროშიც არის ესეთი გოსტინგს რო ეძახიან, ხო იცით, რომ გაქრა უცებ ადამიანი, ან არის ის მომენტი, რომ აი
ძალიან ისე მიიჯაჭვებს და მერე მიატოვებენ, ხო? აი იმ მომენტში ზუსტად ეს კარმული არის ესოთერულად ესე ვიცახით, ზუსტად მაგ წერტილში იხებენ მთლიანად იმ რესურსებს. ოღონდ ეს უხილავი არის, ეს საერთოდ არ ვიცით, არ ჩანს, ფიზიკურად არ ჩანს, ეგ არის კურომორიელის ღერძი, რომ რამდენსაც კარგავთ, ის უბრალოდ დაუთვლელი არის, არ ჩანს, ხო? და ამ შემთხვევაში არიან ხოლმე ესე პარაზიტულად, ენერგეტიკულად, ვამპირულ ენერგიას ვიცახით, რომ აი იკვებება ჩვენი აი ამ ტკივილით და ეს ტკივილი რეალურად წარმოქმნილი არის კარმულად. როდესაც ხდება ამ ენერგიების მთლიანად შემოერთება და დაბრუნება, ხო, ამ შემთხვევაში ამ ადამიანთან როგორ აღმოჩნდა, იცით, რომ აი მე ამ ხალხს ჩემ ველში ვეღარ ვხედავ, ამბობს. და უცებ ხდება ეს მე ბევრჯერ მაგავლით ჩემ თერაპიებზეც, რომ ჩვენთან არ მოდიან ის ადამიანები, რომელიც იგივე ენერგეტიკულ ვიბრაციაზე არიან, რაშიც ჩვენ. ჩვენ სადღაც უნდა ვყვებავდეთ ჩვენი ტრამვით რომელიღაც ადამიანს. მე აქ ხა რა თქმა უნდა დესტრუქციულ ნეგატიურ რიველის ადამიანებზე მაქვს საუბარი ჩვენი გაგებით, ხო? ჩვენთვის. შეიძლება ცალკე ადამიანი ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ჩემთან ასრულებდეს სადღაც ნეგატიურ კარმულ იმპულსს, ხო? როლს ესე რომ ვთქვა, ხო? და ამ შემთხვევაში ვიზიდავთ ზუსტად იმ ადამიანებს, რომელიც ერთი და იგივე ემოციაში განყოფებენ, სანამ აი ეს არ გავა ჩვენგან. და ამ შემთხვევაში, როდესაც სულ აი ამ სევდაში ვარდებოდა ეს ადამიანი, ამით აძლევდა სხვას ენერგიას, ხვებს ამ შემთხვევაში და ატრიალებდნენ ერთი და იგივე წერტილში მუდმივად. და როგორც კი აი ეს ენერგიის რაღაცნაირად ტრანსფორმაცია მოხდა და თვითონაც ჰქონდა ეს, რომ აი მე მთლიანად ვიგრძენი, რომ გადადიტყვირთვა მოხდა ჩემი ენერგეტიკის, იმიტომ რომ შემდეგ დღეებშიც მეხმიანებოდა და მეუბნებოდა, რომ აი გაქრნენ ის ადამიანები ემოციურად საერთოდ აღარ მაწუხებს, ენერგეტიკულადაც ბევრად უფრო რესურსულად და კარგად გრძნობდა თავს და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საკუთარ თავთან დაბრუნება მოხდა, საკუთარ ენერგიასთან, თითქოს ველი, ეხლა ადრე ვლადიმერ ბენაიძესთან მქონდა ხოლმე შეხვედრა, აი ესეთი კონსულტაციების შედეგ, აი ენერგოველი იზრდებოდა. აი თვითონ აურის ზომას რომ ამბობთ ხოლმე, აი ეს იზრდება, იმიტომ რომ რაღაც პარაზიტები აღარ ზიან ჩვენს ენერგიას. ანუ ნებისმიერი კარმული ტრამვა, როდესაც მე მაქვს და რაღაც ამ ველში აუცილებლად მოვძებნო ის ადამიანები, რომელიც ამას დამეტრიგერებენ, აუცილებლად აქ პარაზიტულ ენერგიას მივიღებ და მე ვკარგავ ძალიან ბევრ ენერგიას ამით. ვიღაცები იღებენ ჩემ ენერგიას, ან ნუ იქ ეზოთერიკაში არის ასტრალური არსებები, ნუ ყველა ეს არსებები მოდიან ვიღაცა ადამიანებით. ზოგადად ესე არის. ვიღაცა ადამიანს უკან უნდა იდგნენ ეს ნეგატიური არსებები და ამ შემთხვევაში რაც უფრო მეტი ტრაუმა გვაქვს, მით უფრო აი ეს ენერგიის კარგვა მიდის სერიოზული დოზით. და რაცა ვკარგავთ ენერგიას, ტრიალებთ ერთი და იგივე ზირში და რაც თავარია ვართ წარსულში გაჭედილები. კარმული ასპექტები ეს მიანიშნებს, რომ სადღაც სული ადრეც მე დაფაზე შემოგთავაზეთ ერთ-ერთ ვიდეოში, სადღაც არის ტრამვაში სულის დიდი ნაწილი გაჭედილი. და იქ სხეული აქ არის, საერთოდ სხვა რეალობაში. სულის მთელი დიდი ენერგია არის იქ, ისევ წარსულ, ინკარნაციულ, ემოციურ დროში გაჭედილი. და აი აქ ტრიალებს. სინამდვილეში აქ რომ მე ვიღაცა პარაზიტებს ხვდები, რომელიც ამაში მომყოფებენ, ხო, სინამდვილეში იქ არის ჩემი ენერგია და ის გადმომაქ ამ ცხოვრებაში ეხლა. ანუ აქ ვაცხოვრებ ჩემ თავს, რასაც ვცხოვრობ იქ, ხო? პარალელურ რეალობებს ეძახით ეს. ამას, ოღონდ აი მე რასაც ახეთ, თუნდაც ჰიპნოზზეც ვაკვირდებოდი, ჩემი ყველაზე საინტერესო ჰიპნოთერაპია იყო ის, როდესაც ვხედავ სადღაც პლანეტას, სხვა გალაქტიკას, სხვა კანონები, რაღაც დიდი ომი არის, ესეთი საგალაქტიკო ბრძოლა იყო თითქოს და ნუ მე ვარ ესე გადამფრენი ფრინველი, მოგზაური სული, ამას ხედავ, მაგრამ თითქოს მივეჯაჭვე ამ პლანეტას და არ მინდა ამის დატოვება ამ სახლის და ყველაზე დიდი დრამა დაიწყო მაშინ, რომ ისევ იქ მინდა დაბრუნება. ოღონდ ყველაზე საინტერესო რა იყო, იცით, რომ დაბრუნება კი არა, იქ ვიყავი თითქოს გაჭედილი. ანუ მსგავსი ისტორია მეც მაქვს თერაპიაზე გამოვიდა. მთელი ამდენი, თითქოს აი ცით როგორ რაღაც დავინახე და ამ გოგომაც ეს ნახა. სხვადასხვა ინკარნაციები, იქ საერთოდ სხვა როლში ვარ, იქ სხვა როლში ვარ, ხო, სინამდვილეში იქ არ ვიყავი. იქ არის სულის მთავარი ნაწილი გაჭედილი
და ვერც ხედავს აქ ამ რეალობებს, არც არის ამ ინკარნაციაში ჩართული სადღაც, ხო? იმ სამყაროდან უყურებს ყველაფერს. მე რასაც თერაპიებზე ვაკვირდები, სულ მსგავსი სცენარი მაქვს. სადღაც რომელიღაც როლში, რომელიღაც რაღაც ფანტომში არის გაჭედილი სულის რაღაც დიდი ნაწილი და იქიდან მოყვავს ხოლმე სული როგორც წესი. ანუ იმ ენერგიას ვიღებთ, გამოვიტირებთ სადღაც და ზოგჯერ პირდაპირ ფიზიკურადაც ტირიან, ამ გოგოსაც ქონდა ეგ ვარიანტი, ცრემლებით ხდება გამოტირება და ამ შემთხვევაში მოდივართ მერე რეალობაში, სხეულში შემოდის დიდი ენერგია. იმიტომ რომ ეს ენერგია სადღაც არის გაფანტული სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ეპოქაში. მეც მქონდა ჰიპნოთერაპიაზე საინტერესო პრაქტიკა, რა ესე ხედავდი მთელ ინკარნაციებს, წარსულს და მომავალს და ერთი გზა არის თითქოს და იმ მომავალსაც ხედავდი უკვე. განცდაში ეს ყველაფერი ხდება ავტომატურად და ხშირად როგორ ვამბობთ ხოლმე, იცით, რომ აი ბავშვობაში შეიძლება ბავშვს დაავადებები აქვს, იმის გამო რომ იცის მომავალში როგორ ცხოვრება იქნება. და თითქოს წინასწარ ხდება უკვე იმ ენერგიასთან შეხება, აი ამ ჯანმრთელობის პრობლემით, რომ მე იქ რაღაც პრობლემა მექნება და მე უკვე წინასწარ ამას ეს მტკივა, ესე რომ ვთქვათ, ხო? ამიტომ ყველანაირი ინფორმაცია წარსულს და მომავალში ჩვენთვის არის და ერთდროულად განიცდება თან, როგორც მომავალი, ისე წარსული. ანუ ფსიქოლოგია რო ამბობს, რომ არც წარსული არ არსებობს და არც მომავალი და ახლა და ამჟამად უნდა ვიყოთ, კი, იდეაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი თუ კარმული ასტროლოგიიდან, აი ესეთი ჰიპნოთერაპიული ასტროლოგიით ჩავღრმავდებით, ეგრე არ არის. იმიტომ რომ ხო გეუბნებით იმ წარსულ ენერგიაში ჩვენ ენერგია გვაქვს პირდაპირ გაჭედილი. ანუ ეს წარსული რო უბრალოდ გვახსოვს მეხსიერების და ტვინის დონეზე ეზოთერიკაში ესე არ არის. იქ არის ენერგიის დიდი ფოკუსირება. როდესაც ამ ენერგიას უკან ვაბრუნებთ და აი ჩვენ პრაქტიკაში ადრე 15 წლის წინ მაგალითად თუ ადამიანთან პირდაპირ ჰიპნოთერაპია იყო საჭირო რომ რაღაცა გაეხსენებინათ, მე ახლა რასაც ვაკვირდები, მაინც უკვე აღარ არის ეს აუცილებლობა. აი უბრალოდ სწორ სიტყვებს ვეუბნებით, უბრალოდ ვეუბნებით მაგალითად იქ რუკიდან გამომდინარე ენერგია შეხვდი პირდაპირ და ეგრევე ისეთ რაღაცები ახსენდებათ, თვითონაც გაოგნებულები არიან. და მე რასაც ვაკვირდები, გაცილებით უკვე ეფექტურად შეგვიძლია ჩვენ ენერგიასთან შეხებით უკვე იმ წინა ენერგიას შევხვდეთ, რა ხდებოდა და თვითონ ყვებიან ისეთ სიუჟეტებს, თვითონაც უკვირთ, რატო ვარ ახლა აქ რაღაც სამხედრო ფორმაში და რაღაცა დიდ ბრძოლაში, არ ვიცი, ესე ვხედავ, ხო, ამბობენ. და სინამდვილეში ეგ არის, აი, იმ ენერგიასთან შეხებით გავყავართ ამ ენერგიას უკვე გამოცდილებაში, რაც სულში, როგორც ავტომატურად პროგრამა დევს, ანუ ჩვეულებრივად ინფორმაციული ველი მუდმივად ატრიალებს ამას, ხო? იმიტომ რომ სულ განიცდება. არ არსებობს წარსული ჩვენი ენერგეტიკული ველისთვის, ის მუდმივად არსებობს, მაინც სულ განიცდება ეს სანამ აი მე გეშტალტ ფსიქოლოგიას რასაც ვსწავლობ, რომ მნიშვნელოვანია დავხუროთ გეშტალტები, ხო? აქ ცოტა მიწერ დონეზე არის ეს ახსნილი და არსებობს კარმული გეშტალტები. ეხლა აი ამ ადამიანმა მაგალითად, როდესაც იმ ტკივილს შეეხო, ფაქტიურად კარმული გეშტალტი დახურა, ანუ შეიგრძნო, აი სხეულით შეიგრძნო ის ტკივილი, იქ ძლიერი ემოციებიც იყო და გაუშვა ნენულა ეს ემოციები და მე მეყვებოდა, რომ აი ძალიან დიდი ჯადოქრობა იყო, რაც ჩვენ ჩავატარეთ და ყველა ესე მეყვება ხოლმე. ვაიმე ეს რაღაც მისტიკა იყო, რაღაც ჯადოქრობა იყო და კი, ჯადოქრობა არის, როდესაც რაღაც ისეთ ენერგიებს ხვდებით და ამ ენერგიებთან კონტაქტში ჩვენ ვიბრუნებთ იმ მეს და უფრო გამთლიანებაში შევდივართ, უფრო შინაგანად მყარად ვართ უკვე და ეს მართლა ჯადოქრობა არის ხოლმე, როცა რაღაცა წლები მაწუხებდა პრობლემა და უცებ ხვდები რატომ, რისთვის და ამას რამხელა გაკვეთილი ქონდა თურმე ჩემ ცხოვრებაში, აი ამ კარმულ თემებს შეუძლია უდიდესი ტრანსფორმაცია მოგვწეს, უდიდესი ნახტომი ამ ცხოვრებაში გაკეთოს, ხო, ესე რომ თქვა, თუ ამას სწორად ხედავთ, ახლა რო გითხრათ, რომ ყველას ამის რესურსი აქვს, ესე ღმერთ შევიდეს ხო ნაკლებად. მაგრამ ვისაც აქვთ ძალიან დიდი ჯადოქრობების ჩატარება შეიძლება, ხო? და პირდაპირ ნახა ამ ადამიანმა, რომ აი ეს მშვილდოსანი, რაღაცა დიდი ღირებულებათა სისტემა, რაღაც სატურნის თემად, შინაგანი სიმყარე, ხო, პასუხისგებლობების გრძნობა და კურომერე. ხარჯვა ენერგიის ძალიან დიდი დოზით, ხო, აი საკუთარი სხეულის ნაწილები, აი სულ ეს სიტყვები მოაქვთ ლილით კუროებს, რომ აი
სხეულის ნაწილები. ან მე საერთოდ შეიძლება ჩემს ხელს ვერ ვცნობდე, ვერ გლიიტკუროს აქვს. ზუსტად იმიტომ, რომ თითქოს აი მთლიანად გაანიავეს მთელი მატერიალური ენერგია, ხო და მატერიალური აქ არ ნიშნავს უშუალოდ ფულს, ხო? ეს შეიძლება იყოს მატერიალური, როგორც ჩემი სხეული, ჩემი საყრდენი, ხო, სადღაც, ხო? მარიამ სტიუარტის სხვათა შორის ეს ფილმიც რო არის გადაღებული, მარია ანტუანეტა ბოდიშით. მარია ანტუანეტა ფილმიც არის გადაღებული, რომელიც ამ სიტყვებს და ტორტებს და სიზვირფასეში ჩაიძირა და ვეღარ ნახა გარშემო რა ხდებოდა, როგორ ჭირდა ხალხს, შავი თვარე კუროში ყავდა. აი რო აგეხსნათ არქეტიპულ დონეზე შავი თვარე კუროში, ხო, აი ტკბობაში ჩაიძირა და სინამდვილეში სიყვარულთა რაღაც სიყვარული, სხვა რაღაცეები და ეს ჩანაცვლება მოახდინა, ხო და ფაქტიურად თავისივე კომფორტის სხვერპლი გახდა, თავისივე აი სიძვირფასის სხვერპლი გახდა. ეს ლეიტიკუროს ტრამვა არის სადღაც მეორე კუთხით უკვე რესურსული ვიце რო გავიდეთ და შემდეგ ცხოვრებაში საერთოდ არ გაეკარება ბოლს, სიტყვას, რესურსებს, საერთოდ უარ სიტყვის ყველაფერზე, ხო, კარმული ასროლდა ესე ამბობს. მე ისე ფუფუნება, მე ისე უარი ყველაფერს და ესე გვახტუნავებს ხოლმე ლილიტი არქეტიპულ დონეზე, სხვა ინკარნაციებში აქეთით. სანამ არ დავხურავთ იმას, რაც წარმოიქმნა კარმა. მეორე ვარიანტი იყოს ზუსტად მსგავსი, აქაც ელენა მშვილდოსანი უსაყვარლესი გოგო არის, ელენა მშვილდოსანი სატურნთან შეერთებაში. აქ ახლა ისე არქეტიპულ დონეზე რო შევხედოთ, ხო? ეს გოგო, აი ძალიან როგორ დონეზე ეთყობა, იცით, რომ აქაც დაღმავალი მორიელი დაღმავალი პლუტონთან შეერთებაში და აქაც იგივე იყო რაღაცა დანაკარგი, რაღაცა ტკივილი მოყვება შინაგანად ადამიანს, ოღონდ ვერ ხვდებით ეს რა ტკივილი შეიძლება იყოს. ეს არ ვეხები რუკას, აქ სუფთა კარმულ ასპექტებზე გავდივართ, ხო? და ნუ შავი მთვარე ტყუპებში წინაზე მოვყვევი ეს, აქაც მე-12 სახლი, შავი მთვარე. და ზუსტად მსგავსი იყო, ოღონდ აქ იყო, რომ მოვიდა ადამიანი უკუთხით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაშიც გაიარა კურსი და ძალიან საინტერესო იყო ჩართულიც კურსში და შემდეგ უკვე დაინტერესდა უფრო თერაპიული კონსულტაციებით, რომ ნახეთ იქ რომ თერაპევტს გავდიოდით ახლა კურსზე და როგორც სიღრმეებში შევდიოდით, უნდა და უკვე არა მხოლოდ პირადი რუკის გაკეთება, მოდი თერაპეულადაც ჩაუჯდეთ ამასო, უკვე ენერგეტიკულ დონეზე და ძალიან საინტერესო პროცესი იყო მასთან, როდესაც ახლა კი ვიმეორებ, მაგრამ ის კონტექსტში რომ შევაერთოთ, ხო? და მას პირდაპირ ამოუვიდა სატურნი სელენა მშვილდოსანში. სადღაც იყო ავტორიტეტი ფიგურა. აი როგორი ტიპები არიან ხოლმე, იცით, სელენა მშვილდოსანი ხშირად არის ეს კარგი ვარიანტში. აი ხევის ბერი, მაგალითად, ტიპიური სელენა მშვილდოსანის არქეტიპი არის. ყველა რომ მიდის სოფელში, მას ის ბრძენი არის, მას ყველა ეკითხება ჭკუას, ხო? ეს აი მშვილდოსანი სელენას თემა არის. და სატურნთან შეერთებით ეს უკვე ასაკოვანი გამოცდილი, მოხუცი, არქეტიპულად, ან პასუხისგებლიანი, აი ზურგზე რო აქ რა, იცის რასაც იღებს თავის თავზე, ხო რა პასუხისგებლობასაც იღებს და ამ შემთხვევაში უკვე ტყუპები გამოვლინდა, რომ ნუ ძალიან მარტივად მოვყვები, წინა ვიდეოშიც ვახსენე, რომ სადღაც დგას სცენაზე და მანამდე ვეუბნები, რომ აი აქ რაღაცა სულ არ ვამბობ, აი თან სიტყვებიც ქონდა ესეთი, რა აზრი აქვს რო უთხრათ. და ჩუმად არის თვითონ ტიპაჟი არ ლაპარაკობს ხშირად რა, ანუ უფრო თავის სამყაროში ჩაკეტილს ვამბობთ ხოლმე, აი ამ ტიპის ლიტი ტყუპი არის უფრო და დაიყენე ხალხი წინ მეთქი. წარმოსახვით დავხვიჭოთ ახლა თვალები და წარმოიდგინე ხალხი დგას წინ, რა გაქვს მათთვის სათქმელი მეთქი. აბა ახლა შევხვდეთ თქო ამ ენერგიას. და მე-12 სახლში არის აქ ჩანს რომ რაღაც არ თქვა მნიშვნელოვანი, არ თქვა ადამიანმა, იმიტომ რომ მე-12 სახლი ეს არის, რომ სადღაც არ ჩავერთე კომუნიკაციურ პროცესში და ხედავს რომ მე რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს მათთვის სათქმელი და აიცებ დამძიმდა, ვუყურებ თან, აი როგორ დონეზე ვუყურებ ხოლმე ცით ამ დროს თერაპიის დროს, აი სხეულის ყველა ნაწილს, აი მთლიანად ვაკონტროლებ ადამიანს, იმიტომ რომ თვითონ სხეული ლაპარაკობს უკვე სად არის ადამიანი და მე კარგად ვიჭერ უკვე ამ ენერგიას, სად არის ადამიანი ენერგეტიკულად და შეეცვალა სახე თვალებით
აი ჩამძიმდა და აქ უკვე წამოვიდა ატმოსფერო სიმძიმის, რომ რაღაც ძალიან ცუდი აქვს სათქმელი. ძალიან დამძიმდა თვითონ და ჯერ არაფერს არ ამბობს, უბრალოდ აი სახე, ენერგეტიკა მთლიანად სიმძიმეში წავიდა და ისინი მალე მოკვდებიან. ამათ ყველას გაჟლიტავენ ამბობს და იწყეს ტირილს ნენელა. აი ამათ ყველას მოკლავენ და ამას მე ვერ ვეუბნები. და თანცრემლები მოდის, უკვე სიმძიმე მოდის და ნუ აი სინამდვილეში ვართ, როგორ იცით, რომ იმ ეპოქაში, იმ დროში რაღაც შუა საუკუნეებია სადღაც და მე ამათ ვერ ვეტყვი, რომ აზრი არ აქვს. და აი სევდა სიმძიმე, აი რო გითხრათ, აგიხსნათ რა მოდიოდა ახ ადამიანისგან. აი ვერაფერს რო ვერ ვიზამთ ის ენერგია, იმიტომ რომ აი სამყაროს კანონები, მშვილდოსანში ვართ რა უკვე იქ ხმასთან ერთად ვიყავი. მშვილდოსანში კანონზომიერება არის, გადაწყვეტილი არის ზევით, ეს ყველაფერი ჩვენ ქვევით ვერაფერს ვერ შევცვლით და სადღაც პირიქით რაც უფრო ჩავერები, მით უარესი. აი ეს ენერგია იგრძნობოდა, იმიტომ რომ უფრო მტანჯველი სიკვდილით მოკლავენ მათ, ჯობია რომ არაფერი არ იცოდნენ და აი ესე დგას, გარეთ ელოდებიან, ყველა მემიყურებსო და აი ეს არის ჩაკეტილი, არ შეიძლება თქმა, არ უნდა შემეტყოს, რას გრძნობ და წამოვედი უკანო და ნუ ისინიც დაიშალნენო რა და ნუ მერე უცებ წვილი ისმისო, ეხლა აი მორჩა ყველაფერი დამთავრდაო, არაფერი აღარ ხდება, ანუ შეგრძნებაში იყო, რომ ეს უკვე, ნუ აი გაასწორეს მიწასთან ყველაფერიო და შევხვდით ამ ემოციებს, ძალიან ღრმა განცდებში იყო ეს ადამიანი, გამოიმშვიდობა მერე დავაბრუნე უკან, შეხედე ამ ხალხს მეთქი, ეხა გააკუფლება უკვე რომ გამოხატო ემოციები, თქო ძალიან ღრმად გამოიტირა ესენი, ძალიან მიყვარდა ესენიო, ძალიან ანუ ბევრი ინკარნაცია ბრუნდები მერე აქ ვეძებ ამათ, ვერ ვნახულობ. აი ესეთი მძიმე ემოციები იყო და მოხდა გამომშვიდობება ამათთან. და ყველა საინტერესო იყო წინა ვიდეოშიც თქვი, რომ ადამიანი უცებ მერე რომ დასრულდა ეს ყველაფერი და გამომშვიდობით იქ ცოტა აი წმენას დავკარგეო და აი გული ჩამწყდაო რა და მერე იყო ესეც საინტერესო, რომ ჩვენ იქ ვესაუბრებოდით აი ამ მოხუცს, რომ სამყაროს თავის კანონები აქვს და შეიძლება იქ უკვე ესეთი ენერგეტიკა იყო, რომ აი ძალიან მეეჭაჭა ყველა ერთმანეთს და სადღაც ეს გამოცდილებაში იყო საჭირო, რომ დანაკარგი ვიცოდეთ. და აი ესე ცოტა ფილოსოფიურ, ეგზისტენციალური კუთხით ველაპარაკეთ ამ მოხუცს, აუხსენით, გაიგო და ცოტა ხანში ნუ წავიდა ეს მოხუცი მერე, რომ უნდა გავაგრძელოთ გზა. და აქ არის ზუსტად ერთი ეგრევე პრობლემა. ნუ აქ მოხდა ის, რომ გამომხედა ამ გოგომ თვალებიც ძალიან სხვანაირი გაუხდა. ანუ თითქოს ახლა მე ისე ახალგაზრდულად გამოიყურები, რომ თითქოს ამ მოხუცმა დაკტოვა თქო ენერგეტიკულად და თვითონ სიმსუბუქე ქონდა ძალიან ძლიერი. თან უნდოდა სულ რომ მსუბუქი ყოფილიყო და ვერ ახერხებდა ამ სიმსუბუქეს. და მიხვდა მე რატომაც ვერ აკეთებდა ამ სიმსუბუქეს. ახლა რა ხდება კარმულ ენერგეტიკულ დონეზე? საერთოდ არის როგორ რაღაც იცით, რომ კარმა რატომ მოითხოვს, რომ ჩვენ დავხუროთ ძველი გეშტალტები, ესე რომ ვთქვა. სულიერ სამყაროში, სული სულ უნდა ვითარდებოდეს, სულ უნდა მიდიოდეს წინ. როცა რაღაცა ტრავმა ან რაღაცა მძიმე ხდება მატერიალურ დონეზე, ჩვენი ენერგეტიკა ეჯაჭვება, ეწებება კონკრეტულ სიტუაციას. შესაბამისად, აი ამ მიჯაჭვულობისგან ჩვენ წინ ვეღარ მივდივართ. ჩვენი სული არის ისევ იქ ენერგეტიკულად, სხეული შეიძლება იბადება, მაგრამ საერთოდ არ მიყვება ამ დროს. და ფაქტიურად არის გაჭედილი სული ტრავმაში და ის ინკარნაციებს ვერ ცირგებს, ვერაფერს ვერ ხედავს გარშემო რა ხდება, მარტო გაჭედილი არის იმ ძაფ ემოციებში. შესაბამისად, ეს არის სულის ევოლუციური სისტემის დარღვევა კარმულ დონეზე რო შევხედოთ, ხო? იმიტომ რომ ყველა სული უნდა ვითარდებოდეს და როდესაც ჩვენ სადღაც ვიჭედებით დროში, იქ განვითარება აღარ ხდება. სული იჭედება ფაქტობრივად ერთ ინკარნაციაში და იქიდან შეიძლება 10 ცხოვრება ცხოვრობს, შემდეგი ან 20 ცხოვრება და არ ცხოვრობს, რა ფაქტობრივად აზრი არ აქვს. რაც უფრო დრო იწელება და არ უნდა სულს იქიდან წამოსვლა, მით უფრო მძიმედ ირთვება უკვე ნეგატიური კარმა. აი ხა ლილიტზე რასაც ვიძახი სფეროს მაგალითად ლილიტის ხო სახლებს რასაც ვეძახი. აი აქ არის ძალიან ძლიერი მიჯაჭვულობა
და სანამ ადამიანი არ ისწავლის ამ ენერგიის გაშვებას და სწორად მიღებას, იქამდე ჩვენ გვატრიალებს ლილიტი. ანუ, როდესაც ვამბობთ მძიმე კარმა აქვს ადამიანს, ან მძიმე ცხოვრება აქვს, ან დესტრუქციული არიან, ნარცისი არიან, მესაზღვრეაშვილობა, ან უბედური, ან რაღაცა, ხო, აი რა კოშმარ პრობლემებზე როცა ლაპარაკობენ ხოლმე. ხო, ან ჩვენ აღვიქვამთ რაღაცა მძიმედ. სინამდვილეში არის გაჭედილი სული იმ დროში და იმ სივრცეში და საჭიროებს იმის დახურვას. და იქიდან და წამოვიდეთ. რაც უფრო ადამიანი მოდის ნენელა ამ ტრავმებიდან და აცნობიერებს ამას და მიყვება ასე თუ ისე განვითარებას, მით უფრო ნაკლები პრობლემებიც მოდის. რომ იზრდება წნეხი სამყაროსგან, რაც უფრო ჩვენ გაჭედილი ვართ დროსა და სივრცეში. ძველ ემოციებში. ეს ნენელა აი ისე დორიან გრეის პორტრეტი რომ თუ გინახავთ ფილმი, აი დაახლოებით ესეთ რაღაც ემართება უკვე ენერგეტიკას, ადამიანის ენერგეტიკას, როცა იჭედება ძველ ემოციაში და განვითარებაში აღარ მიდის უკვე. და შეიძლება ადამიანს კონდეს აი მთლიანად ენერგეტიკულ დონეზე, აი უკვე უხეში მძიმე მატერიის ენერგია იგრძნობოდეს, როგორც დაჭაობებული, დაობებული, აი უკვე აქ აი ყველაფერი აი ძალიან ჩაძველდა. აი ესეთ რაღაცას მომბут ხოლმე და საჭირო არის აქ უფრო ესეთი თერაპიული პრაქტიკა, რომ იცით როგორ რაღაც არის, აი მიდიან აი თერაპიაზე მეც 10 წლიანი სამაკ პრაქტიკა თერაპიის და ახლა ხო ხედავ იქ ან თვითონ როგორ მუშაობენ, ან თვითონ რა ენერგეტიკულ მდგომარეობაშიც არიან, მეც რაშიც ვარ ხოლმე ხო სადღაც. აი აქ ჩვენ თუ წავალთ, ნებისმიერი თერაპია არის გაცილებით უფრო სასარგებლოც და უფრო შედეგიანიც და თუ აქ ვერ ჩავედით, მაინც ზედაპირს წვენთ. აი წარმოიდგინეთ ახლა როგორ რაღაცას ვამბობ, იცი? ანტი ასაკობრივი კრემი რო წავისვათ, ან წავიდეთ საერთოდ უკვე ქირურგიაზე და გადავიჭიმოთ სახე, ხო? და პლუს ანუ -20 წელი მოვიკლოთ და ხა კრემით, ნუ ხა ქალურ ისტორიას გიყვებით უფრო გასაგები რა. აი დაახლოებით ეგეთი კოსმეტიკური არის თერაპია, მე რასაც ვაკვირდები, თუმცა არის ხა იქ ღრმა თემებსაც ვითომ ამუშავებენ, მაგრამ რომ მოდიან ჩემთან გულახდილად რო გიყრათ ძალიან ბევრი თერაპია რო აქვს გავლილი სხვა თერაპევტებთან, რუკაში ესეთი რაღაც ჩანს, იქ არც ყოფილა ნამყოფები საერთოდ. ამ გოგომაც მითხრა, რომ იმდენ თერაპიაზე ვარო ნამყოფი, იმდენ რაღაცა გამოვიდა, ესეთი არსად არ გამევლიაო. და იმიტომ რომ ეს რუკა შეუძლია, ასტროლოგია შეუძლია ისეთ სიღრმეში ჩავიდეს, რომელიც სხვა არც ერთ ტექნიკას, არც ერთ პრაქტიკას არ შეუძლია. იმიტომ რომ იქ მაინც როგორ რაღაც არის, იცით, აი ხო გეუბნებით რა, ანალიზების გარეშე რა დავიწყოთ თვითმკურნალობას. თუ არ ვიცი სუსტად რა მჭირს, თუ არ ვიცი კონკრეტულად რა სიმპტომები იცის ამან, რატო ვარ ახლა ესე, როგორ უნდა ვიბრძოლო, რა შეუწყო ხელი რომ განეკორნა, ხო, აი გამორიცხვის მეთოდებით მივდივართ. აი ეგეთ რაღაც არის ჩვეულებრივი თერაპიული პროცესი, მე რასაც ვაკვირდები. ამიტომ წერ ახლა ამ წიგნს უფრო ასტროთერაპიაზე, რომ ესეც დავიხმაროთ, ეს ტექნიკაც, ეს ცოდნაც დავიხმაროთ ასტროფსიქოლოგიის, რომელიც გვეხმარება სინამდვილეში ტრანსფორმაციაში, აი სრულად ენერგეტიკულ გადატვირთვაში და მე რასაც ვაკვირდები ხოლმე, ბევრად შედეგიანი არის და თვითონაც ხედავენ ახლა ვისაც ეს გავლილი აქვს, თვითონაც ხედავენ ამის შედეგს ხოლმე და ამის ტრანსფორმაციას ბოლო-ბოლო ჩვენ თავს ხედავთ უკვე იმ ჭრილში ბოლომდე და იქ უკვე აღარ არის რაღაც ფეიკები, ხო, სადღაც აღარა ვართ არარეალურ მესთან კონტაქტზე, ნამდვილ მესთან გავდივართ კონტაქტზე, ხო, და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. და აი ესეთი, ნუ ძალიან ბევრი ისე მაქვს ესეთი, მე ხანდახან ვეცდები ხოლმე ჩართო თუ თქვენ და გაინტერესებთ და ველოდები ხოლმე თქვენს კომენტარებს, თქვენს გამოხმაურებებს, თქვენთან კომუნიკაცია ძალიან მაინტერესებს ხოლმე და ველოდები თუ რამე კითხვები გექნებათ, შემიფასეთ ეს ვიდეოც, რა მოგეწონათ, რა კითხვები გაგიჩნდათ და წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო.